150 კილომეტრზე შორს მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა მესამედ 2027 წლამდე გადავარდა. რეგულაცია თავდაპირველად 2025 წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, შემდეგი 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მოსკოვში ჩამოდიან და ცდილობენ აღადგინონ ურთიერთობები, აცხადებს რუსეთის დუმის წევრი ვიქტორ ვოდოლიაცკი გვარების დასახელების გარეშე. რუსი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ქართველი მესაზღვრეები აწყობენ გენოციდს დაბადების ადგილის ნიშნით, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, ვინ არის დამნაშავე, რათა ირაკლი კობახიძე ჩაუყრდნობს პრობლემას, ამბობს დუმის წევრი. დაუყოვნებლივ დატოვეთ რუსეთი, იყოფნის დროს არ შეხვიდეთ სოციალურ ქსელებში და მოამზადეთ ანდერძი. Fox News-ის თანახმად სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს სარეკომენდაციო გაფრთხილებას აძლევს. დეპარტამენტმა რუსეთში მოგზაურობის აკრძალვის დოკუმენტი განაახლა. ჩვენი შეიარაღება მზადყოფნაშია, ტრამპი ირანს აფრთხილებს, ის წერს, რომ თუ მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრიან, ამერიკა მათ დასახმარებლად მივა. აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი მოქალაქეებმა მძიმე სოციალური ვითარების ფონზე დაიწყეს. არსებული მონაცემებით დაღუპულია 7 ადამიანი. უკრაინის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით კრემლი მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც შემდეგ უკრაინას დააბრალებს. ვარაუდობთ რუსეთის სპეცსამსახურების შეიარაღებულ პროვოკაციას, რაც მნიშვნელოვან ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს. მოსალოდნელი დრო შობა ან წინადღი, აცხადებს უკრაინის დაზვერვა.